რაც შეეხება ნავის რყევას, ნავის რყევა ჩვენ რო გდომებოდა თავის დროზე ანტიმაიდანს არ დავიწყებდით. ნავის შემრყევები და გადატრიალების მსურველები არის ჩვენ გარდა ყველა ამ ქვეყანაში. და ისინი დაოცნება არიან დალაგებულები და შეთანხმებულები, თუ კი რამეში აქვთ 100%-იანი თანხმობა არის, რომ ჩვენ უნდა გავქრეთ. რა პოლიტიკურ გარსსაც იქმნის ქართული ოცნება, ვინ აკრძალა და ვინ პირიქით დაარეგისტრირა და ვინ უნდა რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეგ არის სინამდვილეში გამაშიშვლებელი და მაჩვენებელი თუ რა ძალაა სინამდვილეში. შეუძლებელია შენ იყო ეროვნული, შეუძლებელია შენ იყო კონსერვატული ძალა და არეგისტრირებდე ბოკერიას და აუქმებდე კონსერვატორებს. შეუძლებელია შენ სამართლიანობის აღდგენას აპირებდე და ბოკერია და გვარამია გინდოდეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. შეუძლებელია რეჟიმის გასამართლებას აპირებდე და რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც გასწრილები არიან პირდაპირ დანაშაულებრივ საქმეებში, მთავარ ოპოზიციურ ძალად გინდოდეს პარლამენტში.